მოგესალმებით მეგობრებო, ანონიმური ფაქტები ისევ თქვენთან არის. ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ ჰიპნოზის გაკეთება. მას ასე. ძველ დროში თვლიდნენ, რომ ჰიპნოზი ყველაზე საიმედო მეთოდი იყო, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინათ ადამიანის ქვეცნობიერზე და გამოევლინათ ადამიანის ფარული ფიქრები. დღეისთვის ჰიპნოზს გამოიყენებენ სამკურნალო მიზნებისთვის, რათა განკურნონ ადამიანი დამღუპველი ფიქრებისგან, ან იხსნან რომელიმე ფობიისგან. თაღლითები ამას იყენებენ დანაშაულებრივი მიზნებისთვის. პროფესიონალები ამის ათვისებას წლებს ანდომებენ, თუმცა რაღაც დონეზე ამის სწავლა და სახლის პირობებში მოსინჯვა შეიძლება. იმისთვის, რომ შეძლოთ ჰიპნოზი, უნდა ისწავლოთ თუ როგორ შეიყვანოთ ადამიანი ტრანსში. ჰიპნოზის შესწავლა თითქმის ყველას შეუძლია. როგორც წესი, ექსპერიმენტის ჩატარება ჰიპნოზური მდგომარეობის მისაღწევად დამოკიდებულია ადამიანის სურვილზე. ჰიპნოზი იძლევა შანსს, მიიღოს ადამიანმა სრული რელაქსაცია და თავად გადაწყვიტოს გარკვეული პრობლემები ან მოიხსნას ტვინის დაძაბულობა. თუმცა არის ერთი საშიშროება, ჰიპნოზის თვითშესწავლის დროს ტრანსში შესვლა და გამოსვლა საკმაოდ რთულია და შეიძლება მოითხოვოს სპეციალისტის ჩარევა. პროცესში ჰიპნოზის შესაძლებლობები უსასრულოა, მხოლოდ თქვენმა ფანტაზიამ იცის სადაა ლიმიტი. ადვილად შეიძლება სხვისი ტვინით მანიპულირება და მოკლე დროში გაგება მისი აზრებისა და ოცნებების. ჰიპნოზის ცოდნისას შეგიძლიათ ბევრი რამის გაკეთება, მაგალითად, არავინ არ შეგეკამათებათ არასდროს და არ დაეჭვდებიან თქვენს სინამდვილეში. საპირისპირო სქესის ადამიანს არასდროს მოუვა აზრად, რომ ნახავს თქვენზე უკეთესს. ვერავინ ვერ შეძლებს თქვენს გაბრაზებას, თქვენ ვერ გეტყვიან ვერაფერზე უვარს. ხალხი თავად დაგეხმარებათ სურვილების შესრულებაში და ასე შემდეგ. არსებობს ჰიპნოზის ორი ტიპი: გახსნილი, როცა ადამიანი თავად მიდის სპეციალისტთან და დახურული, როცა ადამიანზე ზემოქმედებენ მისი სურვილის წინააღმდეგ. როგორ ვისწავლოთ გახსნილი ჰიპნოზი? არსებობს უამრავი მეთოდი იმისა, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ჰიპნოზი და მათ აქვთ ბევრი საერთო, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი ცოტაა. უნდა ფლობდეთ თვისებებს, რომლითაც განაწყობთ ადამიანს თქვენთან საუბრისთვის. უნდა იყოთ საკუთარ თავში, ძალებში და შესაძლებლობებში დარწმუნებული. ამის შემდეგ უნდა ისწავლოთ რამდენიმე მეთოდი. დასვით ადამიანი თქვენს პირდაპირ, რბილ მოხერხებულ სავარძელში. გააკეთეთ ისე, რომ თქვენი თვალები იყოს მისი ზედასახის ნაწილისკენ. აიღეთ ადამიანის ხელი პულსაციის გასინჯვის დონეზე, მეორე კი მხარზე დაადეთ. 7 ტონით უთხარით მას, რომ მოდუნდეს. არ აჩქარდეთ და 5 წუთის მანძილზე უყურეთ თვალებს შუაც, ხვირზე და არა თვალებში. შემდეგ ეუბნებით, თქვენ დაიღალეთ, თქვენ გინდათ დაძინება. სიზმარი იქნება მოკლე და სასარგებლო. გაღვიძებისას თავს იგრძნობთ განახლებულად. მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს ეტყვით, აიღეთ ხელები მისგან. უთხარით, რომ დახუჭოს თვალები. ხელები ასწიეთ მის თვალებთან. 1 წუთის შემდეგ კი უთხარით. თქვენ გძინავთ. თუ ყველაფერი სწორედ გააკეთეთ, თქვენს წინ მჯდომი ჩავარდება ტრანსში. მეორე მეთოდი. ამ გზით ადამიანის დაჰიპნოზება შეგიძლიათ ნივთების გამოყენებით. შეიძლება გამოიყენოთ პატარა სარკე ან მეტალის ბურთულები. ნივთი მის ცხვირთან თვალებს შუა ამოძრავეთ. ამ დროს ადამიანი კონცენტრირდება ერთ საგანზე და ნელ-ნელა ვარდება ჰიპნოზურ ტრანსში. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება სწავლების დროს დამწყებთათვის. ეფექტი შეიძლება დააჩქაროთ შესაბამისი ატმოსფეროს შექმნით. კარგი იქნება დამამშვიდებელი მუსიკა და დაბალი განათების სინათლე. როცა ჩაატარებთ ჰიპნოზის პირველ სეანსს, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ფრაზა, რასაც იტყვით, უნდა თქვათ ხმადაბლა, ისე მშვიდად, რომ ტონი არ შეიცვალოთ. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გამოგიმუშავდებათ შესაბამისი მზერა და ხმა. არ დაგავიწყდეთ უთხრათ ადამიანს, რა სახით გამოიღვიძებს და დაამთავრეთ სეანსი ტაშის ხმამაღალი შემორტყმით. როგორ ვისწავლოთ დახურული ჰიპნოზი? როდესაც გინდათ შეიყვანოთ ადამიანი ტრანსში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, უნდა მიხვიდეთ მასთან ახლოს. საუბრის დროს უნდა გააკეთოთ მისი ჟესტების და მისი სხეულის მდგომარეობის კოპირება. იმისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ობიექტზე მოქმედებს ჰიპნოზი, გააკეთეთ უნებლიე მოძრაობა. იგი თუ გაიმეორებს, ესე იგი ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თუ თქვენ ფსიქოლოგიური კავშირი გსურთ, ეს ცოტა ძნელია. პირველ რიგში უნდა იგრძნოთ შესასვლელი მის ფიქრებში. აქ შეიძლება დაგეხმაროთ სიტყვა, რომელსაც თქვენი ოპონენტი იმეორებს ყველაზე ხშირად.
თქვენი სიტყვები უნდა იყოს მშვიდი და სწორი და არანაირი ზეწოლა მოსაუბრეზე. ჰიპნოზის დროს უნდა ერკვეოდე ადამიანის ფსიქოლოგიაში, რადგან ტრანსი საკმაოდ რთულია. ყველა სპეციალისტს აქვს თავისი მეთოდი მისი გამოცდილების მიხედვით. არ დაგავიწყდეთ, რომ ჰიპნოზი საკმაოდ საფრთხილო საქმეა, რადგან აქ არის ადამიანის ფსიქიკასთან შეხება. დღეისთვის კი სულ ეს იყო. დააჭირეთ subscribe-ის გვერდზე მოცემულ ზარს, რათა ავტომატურად მიიღოთ შეტყობინება, როდესაც ახალი ვიდეო დაიდება არხზე. მომავალ შეხვედრამდე.